პრეზიდენტის საჩუქარი დროს ყველა პირველ კლასელმა მიიღო ახალი სასწავლო წლის დაწყება კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხეობელ ბავშვებს მიულოცეს. თუ პირველ კლასელებმა პრეზიდენტის საჩუქარი მიიღეს, უფროს კლასელებისთვის რვეულები და სახელმძღვანელოები რეგიონის ბიზნესმენებმა შეიძინეს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო ფორტის წარმომადგენლებმა დღეს ხეობელ ბავშვებს საჩუქრები თავად გადასცეს. ძალიან მიხარია პირველი სკოლის დაწყება, აგრეთვე ძალიან მიხარია ის, რომ დაგვირიგეს სასწავლო ნივთები, სახელმძღვანელოები. მიხარია მიიღეს სკოლაში. არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს იმას, როდის დაიწყება სწავლა. მთავარია სწავლისთვის არსებობდეს განწყობა და იმედი იმისა, რომ სასწავლო წელი ჩაივლის მშვიდობიან, აქტიურ და მოუსვენარ ცხოვრებაში, რადგან მე მჯერა მომავალი აქტიური და მოუსვენარი ადამიანებისთვისაა. მე მინდა განსაკუთრებულად მიულოცო ასევე კონფლიქტის ზონის ბავშვებს, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში მართლაც ძალიან მძიმე პერიოდი გადაიარეს. მინდა აღნიშნო ისიც, რომ კონფლიქტის ზონაში თითქმის ყველა სკოლას ჩაუტარდა კაპიტალური მშენებლობა. წესრიგდება დარბაზები, რომელსაც ჩვენ უახლოეს მომავალში გავხსნით. დღეს ჩვენ კონკრეტულად სწორედ პატარა ლიახვის ხეობაში, სადაც რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებმა, ქართულმა ბიზნესმენებმა, რომელმაც საქართველოში და გორში დაიკვირდა ღირსეული ადგილი, შეუძინეს კონფლიქტის ზონაში მაცხოვრებელ ბავშვებს თითქმის ყველას სასწავლო წიგნები, არა მარტო პატარა ლიახვის ხეობას, არამედ დიდი ლიახვის და ფრონის ხეობის ბავშვებსაც. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ქსუისის საშუალო სკოლაში ქართულ ბავშვებთან ერთად 20 ეროვნების მოსწავლეც მივიდა, რომელიც დღეს სტუმრებს ქართულ ლექსებს უყვებოდა. მე ვთხარი დედაჩემს, ქართულ სკოლაში მიიყვანი მათი. და პირდაპირ რომ კარგად ისწავლე. კარგად ვისწავლე მეთქი. საქველმოქმედო ღონისძიება ერთჯერადი ხასიათის არ იქნება და კონფლიქტის ზონის სხვა სოფლებსაც მოიცავს. აქციის ორგანიზატორები სასწავლო წლის დაწყებას დიდი ლიახვისა და ფრონის ხეობების მოსწავლეებსაც მიულოცავენ და საჩუქრებსაც გადასცემენ. მინდა მოვახსენოთ, რომ შპს ფორტე, გორის სისხლის კომბინატი, ჩემი კომპანიონები ყოველთვის მზად არიან და ეხმარონ საქართველოს მოსწავლეებს, მით უმეტეს კონფლიქტის ზონაში მყოფ მოსწავლეებს. ეს აქცია არც პირველია და არც უკანასკნელი. ეს პირველი მშვიდობიანი სასწავლო წელია ჩვენს ხეობაში, ასეთი ფრაზები გაისმათრეს კონფლიქტის ზონაში. გასულ წელს აქ შექმნილი დაძაბული ვითარების შემდეგ შედარებით სტაბილური მდგომარეობა და მოსახლეობა იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტის ზონაში სიტუაცია არ გამწვავდება და მთელი სასწავლო წელი სტაბილურ ვითარებაში ჩაივლის.